ეს არის პრაქტიკულად რუსთავიორის დახურვა. მიმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მოუწოდეთ ყველას, რომ რუსთავიორს მისცენ მუშაობის საშუალება. ბრძოლა რუსთავიორის წინააღმდეგ. რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს მაშინ, როდესაც მთავრობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ, კრიტიკულ და ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას ხურავს. დასმული სერიოზული შეკითხვები ჯერაც უპასუხოა. გიორგი მარგველაშვილი რუსთავიორში მოდის. დღეს ზუსტად 22 საათზე ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გარანტი ჩვენს შეკითხვებს არჩევანის სპეციალურ ეთერში უპასუხებს. თავისუფალი მედია არის თანამედროვე საქართველოს უზენაესი ღირებულება. მარგველაშვილის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას პრეზიდენტის მიმართ დაუგროვდა. რა გზავნილებით ჩამოვიდა ამერიკიდან ქვეყნის პირველი პირი და ვის გასაგონად თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. იმედი აქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ და მე აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. რა უთხრეს მარგველაშვილს ამერიკაში? რატომ გამოუცხადა საქართველოს ელჩმა პრეზიდენტს ბოიკოტი და რატომ ფიქრობს, რომ საქართველო ვაშინგტონის რადარებიდან გაქრა? ჩვენ გვინდა რომ საქართველოს საკითხი დავაბრუნოთ განსახილულ მაგიდასთან ამერიკაში. საქართველო უნდა იყოს დისკუსიის თემა. ემუქრება თუ არა საქართველოს გაქრობა ევროპული რადარებიდანაც? რა სიტყვის პრეზიდენტი ევროსაბჭოს უმწვავეს რეზოლუციაზე, რომელმაც უგულავა მერაბიშვილი და ახალაია პრაქტიკულად პოლიტიკურ პატიმრებად გამოაცხადა. ვადანაშაულებ პირდაპირ მიკერძოებაში და არაობიექტურობაში. 3 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა, რომ შესულიყო კონფლიქტში ყველა ჩვენ მთავარ საერთაშორისო პარტნიორთან. ოცნების 3 წელი ხელისუფლებაში შეუსრულებელი დაპირებები, შიმშილის ზღვარზე მყოფი ხალხი, დაღმავალი ეკონომიკა, მომაკვდავი ლარი და ფარული ჩანაწერების სკანდალი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუსის და ვიცე-პრემიერის მიერ ჩატარებული არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრებები და შეტევა მედიაზე. როგორ უყურებს პრეზიდენტი ამ ფონზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს? დღეს პრეზიდენტის მთელი ინტერვიუ ყველა მთავარ თემაზე, აქ რუსთავიორზე, არჩევანში.